როგორც კი კვიპროსში ქორწილის გაკეთების იდეა გაჩნდა, მაშინვე წავედით ლამაზი ადგილების სანახავად და ლოკაციის შესარჩევად. პირველი, რა თქმა უნდა, მოვაკითხეთ ჩემს საყვარელ ადგილს კავოაიანაპას, რომელიც არის ყველაზე ლამაზი, იმიტომ რომ ესეთი ხედი მე მგონი არც ერთი ბიჩბარიდან არ იშლება. ალბათ ამეთანხმებით, რომ ულამაზესია, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს რამოდენიმე მინუსი, თუნდაც ის რომ ქვევით სანაპირო არის და ძალიან ბევრი ხალხია და რთულია, რომ რაღაცნაირად იზოლირებულები ვიყოთ და დახურვად საკმაოდ რთული იყო ამ ადგილის, ამიტომ წამოვედით და წავედით შემდეგ ბიჩბარში, რომელსაც ქვია Rocas Experience. ეს ადგილი შედარებით უფრო ბოჰო სტილში არის, ძალიან ლამაზი არის და ქორწილის დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი გამოვიდა და თუმცა ამ ადგილზე გითხრას, რომ საერთოდ არ იხურება, ამიტომაც ნამდვილად არ გვინდოდა უცხო ხალხთან ერთად აღნიშნვა, შესაბამისად მოგვიწია აქედანაც წამოსვლა. სხვათა შორის ამ ბიჩბარებზე მე უკვე მიდევს ცალ-ცალკე ვიდეო და ვისაც გაინტერესებთ აიანაპაში გეკმაოთ მოგზაურობას, გადმოდით აუცილებლად დაათვალიერეთ, მგონია რომ ძალიან გამოგადგებათ და ბოლო ადგილსაც გაგიზიარებთ, რომელიც გახავთ მონტეგო ბიჩბარ. რეალურად ეს ვიდეო დავდე, რადგანაც გამეზიარებინა ის ადგილები, რომლებიც დავიწუნეთ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენ, თუმცა შეიძლება თქვენ გამოგადგეთ, ამიტომაც გავაგრძელოთ მონტეგო ბიჩბარის. აქაურობა ყველაზე მეტად მომეწონა ქორწილისთვის, რადგან შედარებით უფრო იზოლირებულადაც ვიქნებოდით, იმიტომ რომ ერთ-ერთი სივრცე საკმაოდ შეტეხილი იყო, ასევე ულამაზესი ხედები იყო, გარემო 10-დან 10, თეთრი ლოტუსის მესამე სეზონი იყო ჩვეულებრივად, თან ნახეთ როგორი პატარა სანაპირო აქვს, რეალურად ბევრი ხალხი ფიზიკურად ვერ იქნება და ლოკაციაც ისეთი აქვს, რომ თუ არ იცით ეს ბიჩბარი კონკრეტულად და აქ არ მოდიხართ, შემთხვევით ვერ აღმოჩნდებით და უბრალოდ ესე თავს ვერ ამოყოფთ. ამიტომაც ეს ადგილი ყველაზე მეტად მომეწონა. თუმცა ამ ერთ-ერთ სივრცეში, სადაც უნდა გაგვეკეთებინა 20 თუ 30 ადამიანის ადგილი იყო მხოლოდ და ჩვენ საკმაოდ ბევრი სტუმარი ყავდა, ამიტომ ფიზიკურად ვერ დავეტევოდით და მოგვიწია ამ ბიჩბარზეც უარის თქმა. ამიტომაც შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ იმ ლოკაციას, რომელიც რეალურად ავარჩიეთ ქორწილისთვის. რატომ ავარჩიეთ, მაგასაც გაგიზიარებთ და მოკლედ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.